ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის 24 დეპუტატი ითხოვს. ბრიტანელი კანონმდებლის ჯეიმს მაკლირის ინიციატივას გუშინ კიდევ 4 პარლამენტარი შეუერთდა. თემთა პალატა მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის მთავრობას, რომ პერსონალური სანქციები დაუწესოს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. იგივე გზავნილი გაერთიანებული სამეფოს მიმართ რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო ვილსონსაც აქვს. მეგობარი აქტის ავტორი მიიჩნევს, რომ ამერიკამ უნდა იაქტიუროს და ის პირები და კომპანიები დაასანქციროს, ვინც დიდ ბრიტანეთში ივანიშვილის სიმდიდრეს მართავს. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახლო მეგობარი ბიძინა ივანიშვილი თავის მოპარულ ფულს დიდ ბრიტანეთში ინახავს. ჩვენი ბრიტანელი მეგობრები არ მოითმენენ, რომ ივანიშვილმა მათი ფინანსური სისტემის ექსპლუატაცია მოახდინოს. ამერიკას შეუძლია დახმარება გაუწიოს მეორადი სანქციების დაწესებით. ლონდონში მოქმედ პირებსა და ინსტიტუტებზე, რომლებიც მართავენ მის სიმდიდრეს. ტრამპი ამას გამოასწორებს. ინფორმაცია, რომ თემთა პალატა გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, 13 იანვარს გახდა. ოლიგარქიულმა რეჟიმმა 14 იანვარს ოცნების პოლიტსაბჭოდან ოლიგარქის რიგითი მსახურით დამთავრებული ყველა დარაზმა და განცხადებები აკეთებინა, რომ თითქოს ივანიშვილის დასანქცირებით ბრიტანეთი ავტორიტეტს დაკარგავს. გაირკვა, რომ ოლიგარქისთვის ყველაზე მტკივნეული გაერთიანებული სამეფოს სანქციებია, რადგან თუ დიდი ბრიტანეთი მას დაასანქცირებს, ივანიშვილის ოჯახის მთელი ბიზნეს იმპერიაც დასანქცირდება. ბრიტანული სანქციები ძალიან მძიმედ დააწვება ივანიშვილს, როცა იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ფულის რაღაც ნაწილი არის ბრიტანეთის, ასე ვთქვათ, იურისდიქციაში მყოფი სხვადასხვა კუნძულებზე, ანუ ვირჯინიის კუნძულებზე თუ კაიმანის კუნძულებზე. და ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს ყველა მიმართულებით, შეერთებული შტატებმა უნდა განავითაროს ეს სანქციები, ბრიტანეთმა უნდა მიიღოს, ევროკავშირი დარწმუნებული ვარ, რაღაც დრო დაჭირდება, მაგრამ მივა სანქციებამდე, პერსონალურ სანქციებამდე. სანქცია ეს არის პასუხი ანტიდასავლურ ქმედებებზე, პასუხი კორუფციაზე, პასუხი ტოტალურ გაყალბებაზე, რასაც ჰქონდა ადგილი არჩევნებთან მიმართებით. ჯო ვილსონის ტვიტი ბრიტანეთის ბოლო განცხადებები ყველაფერი ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დასავლეთის მხრიდან წნეხი ქართულ ოცნებაზე იზრდება, ეს წნეხი არის მზარდი და საბოლოო ჯამში ყველა ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი არის ქართული დემოკრატიისისა და დასავლური გზისთვის ზირის გამოთხრაში, იქნება დასანქცირებული. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, თუ ოფიციალური ლონდონი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, სანქციებში მოყვება ოლიგარქის ოჯახის 95-ზე მეტი ქართული კომპანია, რადგან სწორედ გაერთიანებული სამეფოს ოფშორულ ტერიტორიებზე, ვირჯინიისა და კაიმანის კუნძულებზეა დარეგისტრირებული ივანიშვილის ათეულობით კომპანია. დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობით ნებისმიერი დაწესებული სანქცია ოფშორულ ტერიტორიებზეც ვრცელდება. დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირების შემთხვევაში ფინანსურ სანქციებში მოყვება ივანიშვილის ოჯახის თითქმის მთელი ბიზნეს იმპერია. მათ შორის ბანკი ქართულ, ფონდი ქართულ, გალერეა თბილისი, აქსის ტაუერსი, ჰაიდელბერგ ცემენტი, რომელსაც ის ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტული არხის ტევეიმედის მფლობელ ირაკლი რუხაძესთან ერთად ფლობს. საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მფლობელობაშიცაა ივანიშვილის სასტუმროები, პარაგრაფი თბილისი, შეკვეთილსა და აბასთუმანში და სხვები. ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც ივანიშვილი ვანო ჩხარტიშვილთან ერთად ფლობს. რუსული კომპანია აკვასპეისი, რომელიც ივანიშვილების მოსკოურ რეზიდენციებს მართავს. ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნის რამდენიმე მიზეზია დასახელებული. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაჩერება, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის ბრუტალურად გადამეტება, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და საქართველოში რუსეთის გავლენის მკვეთრი გაძლიერება. თემთა პალატის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ამ ძიმე პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება და სანქციებიც პერსონალურად მას უნდა დაუწესდეს. ბრიტანელი სანქციები ივანიშვილის და არამხოლოდ ივანიშვილის მისი გარემოცვის რამდენიმე წევრისაც არის პრინციპულად საშიში, იმიტომ რომ თავისი აქტივების რაღაცა ნაწილი აქვს ისეთ ტერიტორიებზე, რომელიცაც ბრიტანული კანონმდებლობა ვრცელდება. შესაბამისად, თუ ბრიტანეთი დაადებს სანქციებს, ეს აქტივები, რომელიც იქ არის განთავსებული, როგორც რაღაც ვირჯინიის კუნძულები და შემდეგ, მათ გაუყინავენ და შესაბამისად ვეღარ გამოიყენებს. ამიტომ მისთვის ეს პრინციპული საკითხია და არა მარტო მისთვის, მისი გარემოცვისაც. ფაქტობრივად კონსენსუსია, მრავალპარტიული კონსენსუსი ბრიტანულ მხარეს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც რუსულ ინტერესებს ატარებს და ეწინააღმდეგება დემოკრატიის განვითარებას საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ მისი გარემოცვა, სხვათა შორის მასთან ერთად ტელეკომპანია იმედის ფლობელი ბატონი რუხაძე,
ყველა უნდა იყოს სანქცირებული, ასე რომ დაელოდონ ჩვენი ქვეყნის მტრები ძალიან მკაცრ პასუხს ბრიტანეთის მხრიდან. ბრიტანეთის მხრიდან ჩვენ უკვე ვნახეთ საკმაოდ მკაფიო პოლიტიკური პოზიციონირება, ქართული ხალხის მხარდაჭერა, ვნახეთ რამდენიმე თანამდებობის პირზე ასევე სანქცია, მე სულაც არ გამიკვირდება, რომ ნამდვილად მალე ვიხილოთ ბრიტანეთის მხრიდან პერსონალური სანქციები რუსი ოლიგარქის მიმართ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ იმ ადამიანს, რომელიც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას და ძალადობს ჩვენს მოქალაქეებზე, მისთვის დაწესდეს შესაბამისი სანქციები და პასუხი გაეცეს იმ ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. გაერთიანებულ სამეფოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმებით უკვე ხავს დასანქცირებული ოლიგარქის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ამავე სამინისტროს 4 მაღალჩინოსანი. 2024 წლის 19 დეკემბერს მათ სანქციები ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმების გამო დაუწესდათ. 5-ვე პირს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ და ყველა ფინანსური აქტივი გაეყინათ.